ისეთი ტვირთი უნდა ვიკისრო, ერთხელ მე ვთქვი, რომელმაც შეიძლება გაჭყლიტოს კიდეც ადამიანი. 1995 წლის 24 აგვისტო ისტორიული საქართველოს მიიღო კონსტიტუცია. შევანაცემ დახედა საათს და გელა ვაგვიანებთ თქვა. აი ამან გადაგვარჩინა. არც გვეუბნა თუ ცოცხალი ექვინმე გადარჩებოდა. მანქანა უკვე იცის. არი არებება. მაინც გვესვრია შულოდან უწვალობ. ისინი არიან არაკაცები. და ეს არის მაგათი ბოლო მცდელობა. შევარდნაძემ შეიწყალა ისინი, ვინც ტერორისტული აქტი მოუწყო. იგორ გიორგაძის პასუხი იყო, რომ მარტო მე უნდა წავიდეო. აი ეს იუმორის გზნობა მე როგორ არ მქონდასო, ალბათ მოკვდებოდიო. სახელმწიფოს რა, სახელმწიფოს თქვენ კარგად იცით, აი 30%-ის ფარგლებში რა. მე სულ არ მაქვს ხედულობაში ის, რასაც თქვენ ფიქრობთ. შემდეგი პერიოდი გახდა ძალიან მე ვიტყოდი მძიმე პერიოდი, $1 6 მილიონი კუპონად. წარმოიდგინეთ, რომ 26,000 ჯიხურის უკან 260,000 ოჯახი იყო. ესა აფხაზეთის ომის შემდეგი პერიოდი, როდესაც ყველა მინისტრი არის რუსეთის დანიშნული. ერთ მომენტად მოხდა ის, რომ აღარც ცხელი წყალი ქონდა, აღარც ელექტროენერგია შემოდიოდა, აღარც ბუნებრივ გაზს ვიღებდით. 6,000 თბილისში მარტო ტრანსფორმატორი აფეთქდა. შეძლო ამ სიტუაციის ისე შეტრიალება, რომ ქაოსი სახელმწიფოდ გადაექცე. გაჩნდა ის ვალუტა, რომელიც დღესაც ემსახურება საქართველოს. ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ახალი პარლამენტი იქნა არჩეული, პრეზიდენტი იქნა არჩეული ამ კონსტიტუციით. დავბეჭდეთ პასპორტები და აი დავემსგავსეთ ქვეყანას, რო ვიტყვი, პასპორტი გვიდევს ვეჯიბეს ჩვენ. უნდა გადაწყვეტილიყო, არჩეულიყო გზა, საით უნდა წასულიყო საქართველოს და როგორ უნდა გავხდარიყო საქართველოს მიმზიდველი. მე მიმაჩნდა რომ საქართველოს თუ ფუნქცია შეიძინა ის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის შეიძლება იმდენად ღირებული ქვეყანა არ იყოს. ღიად და გახსნილად განაცხადა იმის თაობაზე, რომ საქართველოს და აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად ააშენებენ დიდ ნავთობსადენს. ერთ-ერთმა პირველმა საქართველომ გააფორმა ნატოსთან შეთანხმება პარტნიორობა მშვიდობისათვის. It's როდის მივიღებთ ნატოში? First of all, when are we going to become members of NATO? უცბად რუსეთმა გადაწყვიტა, რომ შეეწყვიტა გაზის მოწოდება. ყველაზე უფრო მეტად ჩვენ გასცადენი გვაინტერესებს. ეს არა მარტო სოციალური პრობლემა, არამედ პოლიტიკური საკითხია. ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს დაიწყო გაზის მიღება აზერბაიჯანით. ტელეფონზე რეგავს ელცინი. ესე პრინციპულად რომ ნავთობს და გაზს თავი დაანებეთ. კასპიის ნავთობით და გაზით დაინტერესებულია რუსეთი. მოხდა ისე, რომ ეს 25-ები არ აფრინდა. იქ ზრავების საიდანაც აქ იყო ჩაყრილი ქვიშა ქვა თუ რაღაც მსგავსი რაღაც. ცხოველმა არ შეაჩერა, თუმცა საბურავები პეტახეთქილი იყო. ბიჭები დაგვეღუპნენ სპეცნაზელი დათო კოკაური და პირადი დაცვის წევრი კახა შევარდეინძე. რამოდენიმე მძიმედ დავიჭერით. შემდეგ დადასტურდა, რომ ეს ხალხი მომზადებული იყო რუსეთის ბაზაზე ჩეჩნეთში. ეს ჩვენი სტრატეგიული ინტერესებია. ეს საქართველოს ადგილია მსოფლიოში. ეს საქართველოს კეთილდღეობის წყაროა. და ჩვენ არც ნერვებმა უნდა გვიღალატოს, არც მუხლები უნდა აგვიკანკალდეს მაშინ, როცა შეგვებრძოლებიან.